ამ კვირაში ძალიან ძიმე უბედურება მოხდა ჩვენს ქვეყანაში, უდიდესი საშინელება ჩვენს ქვეყანაში. პატარა კიტა კონსტანტინე 2 წლის ბავშვი წავიდა ზეცაში ღმერთთან და ოჯახში ძალიან ძიმე და ძალიან მწარი. ესევე 3 წლის მართავ დაგვტოვა და ძალიან ბევრი ადამიანი წავიდა ამ ქვეყნიდან. დღეს რაღაცნაირად აი ახლა წირვაზე ხედავ რომ ნიკოლოზი და თეკლა მოვიდნენ წირვაზე და ღვთისმსახურებას დაესწნენ. გუშინ გიორგობასაც წაზაში და წირვაზე იყო, გუშინ წინათ და წირვაზე დადგნენ და წმინდა ზიარება მიიღეს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს არის აი არ ვიცი, საოცარი ნაბიჯი. ამხელა ტყივილის შემდეგ წარმოვიდგინეთ დღეს ამდენ ადამიანს დღეს წირვაზე წამოსვა დაეზარა და რატო? წვიმა არის და არ წამოვიდა დღეს. ძალიან ბევრი ადამიანი დღეს წირვაზე არ წამოვიდა, იმიტომ რომ წვიმა იყო, წარმოვიდგინეთ. და ადამიანები ამხელა ტყივილს ატარებენ, ამხელა ტყივილია მათთვის, წარმოვიდგინეთ და დღეს ეს ადამიანები დღეს წირვაზე მოვიდნენ და წირვაზე დადგნენ. ამდენ მნიშვნელოვანია ეს, აი როგორი არის ეს, წარმოვიდგინეთ რომ აი რო ადამიანი ისეთი ტკივილის მიუხედავად მაინც ამსახურებაზე დგას და ღვთისმსახურებას ისმენს და რატომ აკეთებენ ამას? ამას აკეთებენ ერთი რამის გამო, იმიტომ რომ მათ იციან რომ ის შვილი რომელიც ღმერთმა აჩუქა, ღმერთმა საკუთარ წიაღში წაიყვანა და ერთ-ერთი ადგილი სადაც ისინი საკუთარ შვილს შეხვდებიან და სადაც მათ შვილთან მე ურთიერთობას მოახერხებენ არის ეკლესიის წიაღი. და მათ ეს ღვთის მადლით ეს ყველაფერი გაიაზრდა და გაითავისეს და მინდა მათ მადლობა გადაუხადო რომ დღეს ღვთისმსახურებაზე მოვიდნენ, დღეს წირვას დაესწრნენ. დღეს ძალიან ბევრი ადამიანი კითხვას სვამს ამას დაკავშირებით. მეც ბევრმა მკითხა რომ ამო აი რატო ხდება ესეთი რაღაცები ამ ქვეყანაზე, რატო იყობებიან ბავშვები, რატო მიდიან ბავშვები ამ ქვეყანას ცოტა ადრეა ესეთი რაღაცა, რატო ხდება, რატო ხედავენ მშობლები ამ ტყივილს? მე ძალიან ბევრი მშობელს ხედავს, რომელსაც შვილი გარდაეცვალა, აქ დგანან პატარა ბავშვები და ძალიან ბევრია ესეთი, ვისაც დედებს ხედავ, ვისაც შვილი აღარ აყავს ღვთის წინაშე და ღმერთთან არიან და აქ მიწაზე მათ არ აყავს. მაგრამ მათ მოახერხეს დადგნენ ღვთის ტაძარში და დღეს ღვთისმსახურებაზე არიან, აქ არიან, წირვაზე არიან, დგანან, იციან როგორ უნდა ურთიერთობენ საკუთარ შვილებთან და მათ ეს ყველაფერი გაიაზრეს. ძალიან ბევრი ადამიანს ხედავ აქ ტაძარში, ხო რო გადავხედე, ძალიან ბევრი ადამიანი დავინახე აქ თიკა, უამრავი ადამიანი აქ ისეთი, ვისაც შვილი ღმერთთან აყავს, უკვე წამდგარ. ძალიან ხშირად ამობენ ადამიანები რომ აი ადამიანი მთელი ცხოვრება სიკეთეს აკეთებდა, ყველას ეხმარებოდა, ყველას პატრონობდა, ყველასთვის აი ხელი გაწვილი ქონდა, არ არსებობდა ადამიანი რომელსაც არ ეხმარებოდა, არ ეწეოდა და რატომ დაეშვა მის ცხოვრებაში ესეთი რამე? რატო გარდაეცვალა შვილი? ამხელა უბედურება ესეთმა კარგმა ოჯახმა რატო ნახა? ყველა კითხვას აქვს პასუხი და პირველ რიგში ამ ადამიანებმა საკუთარ თავში უნდა ნახონ პასუხი, როგორც მამა სერაფიმე ამბობს რომ თვითონ უნდა მოძებნო ამ კითხვის პასუხი. მაშინ წარმოიდგინეთ ჩვენ თუ ამ ლოგიკით გავყევით ამ ყველაფერს, მაშინ წარმოიდგინე გაბრიელ კიქოძე, წმინდა გაბრიელ კიქოძე, რომელსაც მე ხშირად ვახსენე ჩემ ქადაგებებში და არ არსებობს კვირა რომ მის ქადაგება არ წავიკითხა, მისი ცხოვრობ, მე მისი ქადაგებებით ცხოვრობ და მისი ქადაგებებით იკვებება ჩემი სული. საოცარი წმინდანი 5 შვილი და მეუღლე დაეღუპა. ვერაზე პანტელეიმონის ტაძარში საკურთხევლის ხარესა დაგძაული მისი 5 შვილი და მეუღლე. ნუ თუ რამე დააშავა გაბრიელ კიქოძემ, ნუ თუ რამე შეცოდა ღმერთს, ესეთი მოღვაწე სასულპირო, რომელიც იყო საოცრად განათლებული, რომელიც იყო საოცრად მოღვაწე, შეყვარებული ღმერთზე, შეყვარებული საკუთარ ერზე, არასოდეს არავისთვის ბოროტება არ გაუკეთებია, თელი ცხოვრება სიკეთებს აკეთებდა, ყველას ეხმარებოდა და ესეთ ადამიანს წარმოიდგინე, ეს ადამიანს ერთ დღეს 5 შვილი და მეუღლე დაეღუპა. ისეთ ძიმე მდგომარეობაში ჩავარდნა გაბრიელ კიქოძე, როგორც მის ცხოვრებაში აღწერა, ისეთ ძიმე მდგომარეობაში, რომ გასვენების შემდეგ მან ვერაფრით ამხელა მამამ, ესეთმა დიდმა მამამ ვერ შეძლო საქმე რომ გამოსულიყო და სახლში ჩაიკეტა. გამოიკეტა სახლში. და მასთან მივიდა მისი მოძღვარი, ისიც ესევე წმინდანი, ალექსანდრე ოქროპირიძე, საოცარი წმინდანი, ოდესი წმინდანი, რომელსაც 2 წმინდანი გაზარდა, ილია ჭავჭავაძე, წმინდა ილია მართალი და წმინდა გაბრიელ კიქოძე. და მასთან მივიდა სახლში და უთხრა წმინდა გაბრიელს ესეთი რამე, რომ მამაო, რას აკეთებ შენ უნდა იყო მაგალითი ყველასთვის. შენ პირიქით შენი შვილების სახით დაგევალა, რომ უფრო მეტად იმოღვაწეო და უფრო მეტი საქმე აკეთო ღვთის წინაშე. ნუ თუ შენ არ იყავ ის მდე რომელიც გადაგებდი სულის ცხონებას, რომ არადეული ცხოვრება ზეცაშია ღმერთთან არის, ნუ თუ შენ არ ახარ ეს და შენ ამის სწავლებას ხუს ზანგჭირდება და ესე მკაცრად დაელაპარაკა წმინდა ალექსანდრე ოქროპირიძე მის სულიერ შვილს, მამა გაბრიელს. იმ წამიდან მოვიდა გონს და მისი მოღვაწეობა ისეთი გახდა და ისე იმოღვაწეობა, ყველამიც მისი მოღვაწეობა რაჭაში, იმერეთში, თუ რამე ტაძარი აშენებული, პირადად მისგან აშენებული ყველა ტაძარი. საოცრად მოღვაწეობდა, უამრავი ადამიანის ცხოვრება გადაარჩინა და ერთი წამითაც მისი ცხოვრება არ გაჩერებულა. ღედაღამე მოღვაწეობდა, ღედაღამე შრომობდა ის და უამრავი სიკეთე გააკეთა. და ბოლოს როცა უკვე მიდიოდა იმ ქვეყნად,
სხირტლაძე ერთ-ერთი ვინც აღწერს მის ცხოვრებას, პირდაპირ წერია რომ ბოლოსო მის შვილების სახელებს ამბობდა და მისი მეუღლის სახელს, ანუ გაუჩერებლად ამბობდა საკუთარი შვილების სახელს და მისი მეუღლის სახელს, უკვე ისინი ხდებოდნენ მას და უკვე მიდიოდა მათთან შეხვედრად ემზადებოდა. და მამა სერაფიმეს რო უწერია რომ აი შენთან გაშორებაო ძალიან მტკივნეული არისო, მაგრამ ვიციო რომ შენი შეხვედრის სიხარული ამ მტკივნს, რომელიც მე ახლა მივიღე ამ გარდაცვალების დროს, ეს ყველაფერი გადაფარავს ამას. და საოცარი სიხარული იქნება ჩვენი შეხვედრა, მაგრამ ეს სიხარული იქნება მაშინ, თუ ადამიანი მოახერხებს ისე ცხოვრებას, სადაც მისი შვილია გასვენებული, იმიტომ რომ ესე რომ მოხდა იმ სიხარულს, სადაც შენი შვილია და ეს სიხარული დაიმკვიდრო, მაშინ საოცარ წმინდად უნდა იწყო, რომ მოახერხო იქ მოხვედრა, სადაც შენი შვილი მოხდა. და ეს ძალიან მნიშვნელოვანია ეს, რომ ადამიანმა ყველამე შეძლოს. დედა ღვთისმშობელიც შუნკვდარი დედა, დედა ღვთისმშობელიც კი წარმოიდგინეთ, თუ უსამართლო იყო ღმერთი, რომ საკუთარ დედას ამხელად ტკივილი განაწევინა ღმერთი, რომელსაც სამყარო შექმნა, რომელიც თითოეულ ჩვენთაგანი არარსებობიდან არსებობაში შემოყავს, თითოეულ ჩვენთაგან ცხოვრებას გვაძლევს, მარადილობაში გვბადებს, თუ ამ ღმერთს არ შეეძლოს საკუთარი დედა ამ ტკივილს აერიდებინა და ეს ტკივილი დედას არ განეცადა, მის დედას, ამ ულამაზეს ღვთისმშობელს, ამ საოცარ დედას, დედათა შორის ყველაზე დიდ დედას, ყველაზე დიდ სიყვარულს ხო შეეძლო აერიდებინა ღმერთს და ერთი კვირით ადრე გაეყვანა საკუთარი დედა ამ ქვეყნიდან. გაეყვანა და არ ენახა საკუთარი შვილის გასამართლება, საკუთარი შვილის ნერწყვა, ცემა, ხო შეიძლება არ ენახა მას, როგორ გაულახეს შვილი, როგორ უწამეს, როგორ მოექცნე მას. და ესე წერია დედა ღვთისმშობელზე, როცა ხედავდაო მის შვილს ჯვარცმულსო, დედა ღვთისმშობელი გულ ნაწლავი ეწოდა, თელი სხეული დამწვარი ქონდა, ჩამწვარი ქონდა მას თელი სხეული. საშინელ ტკივილს განცა დედა ღვთისმშობელი. და ნუ თუ ღმერთმა საკუთარი დედა ამ საშინელი ტკივილისთვის გაიმეტა, ნუ თუ ესეთი ღმერთი ყავს ჩვენ, რომელიც ბოროტებაშია, არა. ჩვენ ღმერთი სიყვარულის ღმერთი ყავს, ჩვენ ღმერთი სიკეთის ღმერთი ყავს, ბედნიერების ღმერთი ყავს, სიხარულის ღმერთი ყავს ჩვენ. და ეს ღმერთი ადამიანმა თელი არსებით უნდა შეიყვანოს. ღმერთი ამ ქვეყანაზე, ამ ქვეყნით არ ამთავრებს შენ ცხოვრებას. ღმერთი შენი გარდაცვალებით იწყებს შენ ნამდვილ ცხოვრებას. გარდაცვალებით იწყება ადამიანის ნამდვილი ცხოვრება. გუში ვეუბნებოდი, ოჯახში ვიყავი ნიკოლოსთან და საუბრობდით, რომ აი როგორ რაღაცაც აი ხშირად უთქვამ, შეგუსო მამაო, შენ იცი რა, ძალიან გინდა სამოთხეში მოხვედრა. არა, სამოთხეში მოხვედრა არ მინდა. ჯოჯოხეთში მოხვედრა არ მინდა. უბრალოდ აი სამოთხის გამო კი არ ვაკეთებ, ამ ყოველ სამოთხეში მოხვდე. უბრალოდ ჯოჯოხეთში და იმ სიბულწეში და იმ სიმყრალეში ყოფნა არ მინდა, იმათთან ერთად ყოფნა არ მინდა. იმ სიმყრალეში და სიბულწეშია, იმ სიბოროტეში და იმ სიბაი იქ არ მინდა ყოფნა ადამიანს. ადამიანი რომელიც სიწმინდეს ეჩვევა, უკვე მე სიბოროტე აღარ შეუძლია. ადამიანი რომელიც რაღაცა უკვე გონება უწყნარდება, უმშვიდება გონება და სული წმინდის მადლი შედის ადამიანის სულში და გულში, ოდნავი ხმამაღალი საუბარის გაგებაც კი არ შეუძლია. აი ოდნავი ხმამაღალი ყვირილიც კი მას გულს ყურში ხდება. მილციტყვაობას და მე სხვა ზედმეტი ალაპარაკი ვერ ეგუები უბრალოდ. როცა შენი სული და გონება იწმინდება, აი მე უკვე სხვანაირად ცხოვრობ და ადამიანი მიწაზევე იწყებს დამკვიდრებას, ანუ მიწაზევე განსაზღვროს ადამიანი სამკვიდროს, სამოთხეში მკვიდროს ადამიანი თუ ჯოჯოხეთში მკვიდროს. ეს უნდა განუსაზღვროს საკუთარ თავს შენ აქ. დედამიწაზე უნდა განუსაზღვროს შენი ადგილი სად იქნები? ჯოჯოხეთში იქნები თუ სამოთხეში? ადამიანი ჯოჯოხეთს თვითონვე აქ ოქნეს, იმიტომ რომ ადამიანი ეჩვევა სიბულწეში, სიმყრალეში, ამაში ყოფნას აქვე, დედამიწაზე ეჩვევა ამას. და ადამიანი რომელიც საკუთარ თავს წმენს, ასუფთავებს, აქვე ეჩვევა ის სამოთხეში ყოფობას და ღმერთმა შეგაძლებინოთ ყველას. ღმერთმა დააგვოცოთ ყველანი, ღმერთმა გაადახაროთ და ღვთის კურთხევა, წყალობა და მადლი და სიკეთე ღმერთმა არ მოგაკლოთ. ღმერთმა დაალოცოს ჩვენი საოცარი ქვეყანა. იცოდეთ ჩვენ ძალიან მაგარი ქვეყანა ყავს. იცოდეთ საქართველოს ძალიან მაგარი ქვეყანა, ულამაზესი ქვეყანა. საოცარი ხალხი ცხოვრობს ამ ქვეყანაში. საოცარი ხალხი, საოცარი ახალგაზრდობა ყავს. საოცარი ერია ეს ერი. უბრალოდ ამ ერს აჯერებენ, არ წმუნებენ იმაში, რომ ცუდი ერი ვარ და ერთმანეთი არ გვიყვარს. და ადამიანებს ერთმანეთს აძულებენ და ჩვენ ეს არ აგვაქვს. ჩვენ დღემდე ესე არ მოსვათ. ამ ერს შეუძლია საოცარი სიყვარული გამოხატოს. ამ ერს შეუძლია საოცრად თანაზიარი გახდეს შენი ტკივილის და გაჭირებისა და საოცრად შეუძლია ამ ერს მეორე ადამიანი ჩაქოყოს. ჩვენ უკიდურესობის ერი ვართ. ბოლომდე ვაკეთებთ ამას და მე ვისურვებდი ღვთის წინაშე, რომ რაღაცნაირად ეს ჩვენი უკიდურესობა ერთმანეთის სიყვარულში ყოფილიყოს, ერთმანეთის გატანაში ყოფილიყოს, ერთმანეთის პატივისცემაში ყოფილიყოს, ერთმანეთის სიყვარულში ყოფილიყოს, რომ ერთმანეთი უკიდურესად შეგვეყარებინოს და ერთმანეთის გარეშე ცხოვრება არ შეგვძლებოდეს. ერთმანეთს ჩახუტებოდეთ, ერთმანეთს მოუფერებოდეთ, ერთმანეთს სიყვარული გამოგვხატოს და ერთმანეთს საოცარი სიყვარული მოგცეს ღმერთმა.
რაც მენელსაცხებელ დედებს ჰქონდა საკუთარი მაცხოვრის მიმართ. მერთმა ჩვენ ცეშევე შეგვეყაროს მაცხოვარი და არ მიგვეტოებინოს მაცხოვარი, არ დაგვეტოებინოს ღმერთი. არ გვეთქვას ღმერთზე არასოდეს უარი ჩვენი გაჭირების გამო, ჩვენი შიშის გამო, ღმერთი არ მიგვეტოებინოს არასოდეს. ქრისტიანს